გადაჭერის შემდეგ აუცილებლად ჩამოვყვეთ, გადავამოწმოთ, ნამდვილად არის თუ არა 27 ნიუტონი. და ყველაზე საუკეთესო მეთოდი ეს არის, როდესაც გადაუჭერთ, ჩვენ შემთხვევაში 20 ნიუტონი, მე 27 ნიუტონი, ერთი დღე გავაჩეროთ, ანუ ერთი დღე ესე გადაჭერილი იყოს და ხვალ უკვე როგორც მანუალში წერია, უნდა მოვატრიალოთ 90 გრადუსით, ხო, მაგალითად, როცა ავიღებთ ჭანჭიქს, 90 გრადუსით უნდა გადაუჭიროთ კიდევ და დამთავრდა მეგობრებო ამით. ცილინდრთა თავხუფი იქნება სრულიად გადაჭერილი. ეს არის ქარხნული რეკომენდაციები. მივედით ბოლო ეტაპზეც, ეხლა უნდა გადაუჭიროთ 90 გრადუსით ცილინდრის ჭანჭიქებს, მთავარ ჭანჭიქებს. საქმე იმაშია, რომ არ მაქვს მეგობრებო კუთხის მზომი ქანჩი, ხო, რომელიც კუთხით უჭერს. და მოვიფიქრე ესეთი რამ, მარკერით დავხაზავ ერთ სიბრტყეში ხაზებს ჭანჭიკებზე და როდესაც მათ მოვატრიალებ 90 გრადუსით გავაჩერებ. და ეს იქნება მეგობრებო ზუსტად უტყუარი 90 გრადუსი. ამის შემდეგ უკვე დავაყენებ გამანაწილებელ ლილვებს და თავისთავად მისი კუთვნილი ნიუტონ-მეტრითაც გადაუჭერ. უпроსტորად გავასწორებ ეგრეთ წოდებულ მეტკებს, ანუ აალების ნიშნულებს. ერთი ნიშნული აქვს ქვემოთ და ორი ზემოთ თვითონ გამონაწილეებელ ლილვებზე, იგივე რასპრედლებს რო ეძახით. აი ამას და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცილინდრის აგება დასრულებულია, ხო? აწყობა ესე ვთქვათ, დასრულებულია. ამის შემდეგ უკვე რჩება ყველაზე რთული მომენტი, ყველა შესაერთი, აი ყველა შლანგები, ეს გადამყვანები, ელექტროობა უნდა შეერთდეს ისე როგორც იყო მეგობრებო, ეს ძალიან რთულია. ჭანჭიკის გადაჭერა თუ გაქვს ინსტრუმენტი, რთული არ არის. რთული არის როგორც იყო, ისე ააწყო, ხო? თავისთავად ეხლა მე გავაკეთე ჩანახაზები, ვიდეო ფიქსაცია და ფოტოსურათები, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის რთულია ამდენი მექანიზმის დამახსოვრება. ამიტომ გირჩევთ თუ აპირებთ თქვენით გაარემონტოთ მოტოციკლეტი, გადაიღეთ ვიდეო ფიქსაცია, ანუ ვიდეო ფიქსაცია მოახდინეთ ძრავის ჯერ დაშლამდე და აგრეთვე მოახდინეთ ფოტოსურათების გადაღებაც და ამის შემდეგ უკვე დაიწყეთ დაშლა. დიდი მადლობა მეგობრებო, ეტაპობრივად გაჩვენებთ თუ როგორ დავასრულებ ამ არც თუ ისე მარტივ ძრავის გარემონტებას, რასაც ქვია ცილინდრთა თავაკის საფენის შეცვლა, იგივე გალოკის პრაკლასტიკა.